სოკოთი მოწამვლა მასიური გახდა. მეორე სვირელი ნინო ტაბატაძე, რომელმაც სოკო ოჯახის წევრებთან ერთად მიირთვა, მალევე კლინიკაში აღმოჩნდა. ამბობს, რომ უმძიმეს მდგომარეობაში იყო, თუმცა 112-ზე დარეკვა მაინც შეძლო. რაჭაში იყვნენ წასული სოკოზე, მოიტანა ქათამბარკალა, ნიყვი, წერეწო და ბავშვებმა ჭამენ ესა ნიყვი შემწვარი, ბავშვებს მსუბუქ ფორმაში ჰქონდათ და გაწერენ დილითვე და ჩვენ რთულად აქ შემომიყვანეს აღარაფერი აღარ მახსოვს გათიშული ვიყავ. გაორება მქონდა რომ ჭამე ასე 1 საათში გაორება მქონდა და აი მთვრალი რო იქნება ისე დავდიოდი კედლებს ვენარცხებოდი და მოვასწარი სასწრაფოში დარეკვა. ფერომედის დამსახურება არის უღრმესი მადლობა აქ მომუშავე თითოეულ პერსონალს და გალბატონ თამარი რომ გადაგვარჩინა ასე მძიმედ ვიყავით რა თითქმის მკვრები. ჩემი შვილები არ ვიცოდით როგორ იყვნენ ისინი სხვა იმაში დააწვინეს ბავშვთაში ისინი მსუბუქად იყვნენ უფრო და დილითვე გაწერეს გადასხმა გაუკეთეს ასეთი სიტუაციის მერე ძალიან საშიშია სოკოს ჭამა ამდენი შემთხვევებია და ძალიან გაუფრთხილდნენ თავს მეორედ დავიბადე. სოკოს მიღების შემდეგ დაახლოებით 30-მდე პაციენტმა სხვადასხვა დღეებში კლინიკა ფერომედს სხვადასხვა ჩივილებით მიმართა. ბევრის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო, თუმცა როგორც ფერომედში გვითხრეს, გადაუდებელი მაქსიმალურად სრული და კომპლექსური მკურნალობის შემდეგ ექიმებმა მათი გამოჯანმრთელება შეძლეს. სოკოთი მოწამვლას, რომელიც მასიური გახდა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში 28-მდეც იყო ერთეული შემთხვევები, ოღონდ ისეთი სიმძიმით არ გამოირჩეოდა. 28-ში იყო შემთხვევა, შემოიყვანეს 5 პაციენტი, ეს ოჯახი, ცოლი ქმარი, 2 შვილი და მეზობელი. ცოლ-ქმარი და მეზობელი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში, კომატოზურ მდგომარეობაში, ესე იგი უგონო მდგომარეობაში იყვნენ შემოსულები. მე სოკოში ექსპერტი არ ვარ, ამიტომ ვერ გეტყვით ახლა მაგრამ აქ ჭამეს რამოდენიმე სოკო ერთად. ზოგადად რომელმა სოკომ გამოიწვია მოწამვლა, ახლა ეს უცნობია და ვერც გაარკვევ, თუმცა შეიძლება ყველა სოკოს ქონოდა თავისი ორეული და ორეული სოკოთს ორეული მით უმეტეს იწვევს ძალიან ცუდ ინტოქსიკაციას, რომელიც გამოიხატება თავიდან კიდურების კანკალით, გაორებით, თავბრუსხვევით, შეხებინების შეგრძნებით, შეიძლება დიარეა ქონდეთ და შემდეგ უკვე გონების დაკარგვით, რომელიც უკვე არის ძალიან რთული გართულება და შეიძლება სიკვდილითაც კი დამთავრდეს. ესე იგი, ჩვენი კლინიკის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაწყებული ემერჯენსის განყოფილებიდან მობილიზებულად გაკეთა ამ პაციენტების დახვედრა, იმიტომ რომ საგანგებო სამსახური მირეკავს მე და მეუბნება რომ მოყავთ მძიმე პაციენტები, სხვადასხვა პათოლოგიით და ამ ეტაპზე ამ შემთხვევაში სოკოთი მოწამლულები. შემდეგ ხვდებით ბრიგადა უკვე მზადყოფნაში ემერჯენსის განყოფილებაში, პირველადი დახმარება იწყება იქვე, აქტიური და შემოყვავს შემდეგ სიმძიმის გათვალისწინებით რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც უგრძელდებათ დახმარება მარტო პირველადი არა, უკვე რაც სჭირდებათ ხანგრძლივ ზედამხედველობის პერიოდში. დაახლოებით 3-4 დღე ჭირდებათ კლინიკაში დაკვირვება, იმიტომ რომ ზოგიერთი სოკოს და თითქმის ყველა სოკოს ორეული იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის თირკმელის ღვიძლის დაზიანებას, ამიტომ დღეში რამოდენიმეჯერ კეთდება ეს ანალიზები. მუდმივი კონტროლი ხდება ავადმყოფების ჰემოდინამიკის მაჩვენებლის და სუნთქვის მაჩვენებლების და როცა უკვე ამ 3 დღის შემდეგ 3-4 დღის შემდეგ ყველა მაჩვენებლები იქნება ნორმაში, მერე უკვე ეწერებიან ბინაზე სათანადო დანიშნულებით და დარიგებით. მაგრამ ანალოგიური განმეორდა გუშინაც შემოვიდა ძლიერი სოკოთი მოწამვლის მკაცი, რომელიც ასევე კომატოზურ მდგომარეობაში, ალბათ ძლივს გამოვგლიჯეთ ესე სიტყვებით, ისეთი რომ ვთქვათ, სიკვდილის ხელიდან. საბედნიეროდ დღეს უკვე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაში არის, მაგრამ მინდა ვთხოვო ზესტაფონის მაცხოვრებლებს და ეს თხოვნა გადმომცა რესპუბლიკის ტოქსიკოლოგმაც, რომ გაგვევრცელებინა ინფორმაცია ზესტაფონის და არა მარტო ზესტაფონის, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა იყო ტყიბულის და მისი შემოგარენის ტყეებში მოტყოვებული სოკო. იყვნენ ადამიანები ფრთხილად, იმიტომ რომ სოკო შემოვიდა ბევრი, შესაბამისად ალბათ ორეულიც არის ბევრი
და მისი მოხმარებისას ან უნდა იცოდნენ ზუსტად სოკოს ცნობა, ან ვიღაც ექსპერტი, რომელიც ამაში უფრო ჩახედულია და უფრო გამოცდილია, დაიხმარონ, რომ არ მივიდნენ ფატალურ შედეგებამდე. აი, გუშინ საღამოთი უკვე რო გადავეცი ტოქსიკოლოგს, ეს ორი ახალი შემთხვევა, ძალიან მთხოვა, აი, გაავრცელეთ, რომ იყვნენ ძალიან ფრთხილად სოკოს მიღებაზე, ეს რაოდენობა გაიზრდება ხალხის და არ დამთავრდეს ცუდი შედეგით. კლინიკა ფერომედსაც შეეხება მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ავტობის მიღებისთვის, მოვლისთვის და გამოჯანმრთელებისთვის. საკვების მიღებიდან 2-დან 12 საათი არის ძალიან საყურადღებო. ეს საათებია ისეთი, რომელიც სოკოს ნებისმიერი სოკოს ტოქსინი იწყებს გააქტიურებას. შეიძლება პირველი 2-3 საათი ავადმყოფს არაფერი არ აღენიშნებოდეს და შემდეგ დაეწყოს ეს თავბრუსხვევა, ხელის კანკალი, галлუცინაცია, გაორება და ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყვნენ სოკოს მომხმარებლები, რომ ნებისმიერი ნიშნის გაჩენისთანავე მომართონ კლინიკას. იმიტომ რომ ეს შემთხვევა აუცილებლად უნდა იმართოს კლინიკაში. ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, სანამ სოკოს სახლში მიიტან დარწმუნდით, რომ ის საფრთხის შემცველი არ იქნება. თითქმის ყველა საკვებად ვარგი სოკოს აქვს თავისი მსგავსი, საკვებად უვარგისიან შხამიანი ორეული, რაც მოწამვლას იწვევს. თუმცა საკვებად ვარგისი სოკოც იწვევს ინტოქსიკაციას, განსაკუთრებით ცხელი ამინდების, სოკოს დაბერების ან დაჭიანების შემთხვევაში. სოკოს სახეობაზეა დამოკიდებული მოწამვლის განსხვავებული დრო 1 ან 2 საათიდან 12 საათამდე. შესაბამისად განსხვავებულია სიმპტომებიც. მათივე თქმით, შხამიან სოკოს არ აქვს რაიმე სახასიათო სპეციფიკური ნიშანი. შესაძლებელია ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი სოკო შეიძლება შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან მოიმატა, კი არ მოიმატა და აი კატასტროფულ ციფრებზეა ასული სოკოთი მოწამვლის შემთხვევები. მიმდინარე თვის ბოლოს და ახალი თვის დასაწყისში, დაახლოებით ჩვენ კლინიკაში დაახლოებით 30 შემთხვევა მაინც იყო ასეთი. ეს საკმაოდ ბევრია. დღეში მინდვრებში დიდი რაოდენობით სოკო მოვიდა, მოსახლეობა გადის სოკოს მოსაპოვებლად, ყველას გონია რომ იღებს საკვებად ვარგის სოკოს, სამწუხაროდ ხშირად ხდება შეცდომა, რასაც მოსდევს სოკოთი მოწამვლის შემთხვევები. საკმაოდ სერიოზული შემთხვევები დაფიქსირდა, ამიტომ ძალიან სიფრთხილე უნდა შერჩევას, სოკოს შერჩევას, არავინ შხამიან სოკოს არ მიირთმევს, ყველას გონია რომ ეს არის კარგი საკვები ვარგისი სოკო, მაგრამ სამწუხაროდ ეშლებათ. როგორც ნათქვამია ხალხში, ვინ იხჩობა წყალში იხჩობა ის, ვინაც იცის ცურვა. ვინ ცურვა არ იცის, ის წყალში არ შედის და ვინც არ იცის სოკოს ცნობა, ის საერთოდ არ იყვანს სოკოს. ვინც იცის, იმას ეშლება სწორედ. სამწუხაროდ ასეა. ძიმე შემთხვევები დაფიქსირდა ძალიან, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებ, რომ ძალიან სიფრთხილე დაიცვა. ყველაზე უკეთესი ვარიანტია საერთოდ არ მიირთვა სოკო, იმიტომ რომ ძალიან ხშირია მწვავე მოწამვლის შემთხვევები. რაც შეეხება კლინიკას და ადამიანებს ეწყებათ თავბრუსხვევა, ხშირად გაორება, კიდურების კანკალი, უნებლიე მოძრაობები, ამას შემდეგში მოსდევს ღებინება, დიარეა, მაგრამ ეს აუცილებელი ნიშნები არ არის. ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით, მოერიდეთ უცნობი და ძნელად გასარჩევი სოკოების მირთმევას. ტოქსიკოლოგების თქმით, ექიმთან ვიზიტი რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვისაც, ვინც სოკო დაზარალებულთან ერთად მიირთვა და მიუხედავად ამისა, ინტოქსიკაციის სიმპტომები ჯერ არ აღენიშნება. ამ შემთხვევაშიც დრო გადამწყვეტია, რადგან შხამმა შეიძლება მოქმედება რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყოს. გასათვალისწინებელია სოკოს მიმართ ადამიანის ინდივიდუალური რეაქციაც. სწორედ ამიტომ, ვისაც ამ საკვებზე ალერგია აქვს, სოკო რაციონიდან მთლიანად უნდა ამოიღოს.
უსაფრთხო სისხლის პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები მკაცრდება. ამასთან ქვეყნის მასშტაბით იგეგმება სისხლით ვაჭრობის რეგულირება და უანგარო დონაციის წახალისება. ეს ყველაფერი სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონში კორექტირებით გაიწერება, რაც საქართველოში უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სისტემის დამკვიდრებას გულისხმობს. კანონის მიზანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლისა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დონორობის კულტურის განვითარება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება. ამ სექტორის წარმომადგენლებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯვალაძე შეხვდა. მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება პრაქტიკულად იმ საკანონმდებლო აქტიდან გამომდინარე, რომელიც სისხლის დონაციასთან და ამასთან დაკავშირებულ ტრანსფუზიასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. 1 ოქტომბრიდან პრაქტიკულად იცვლება, თვისობრივად იცვლება და სიახლეებით გაჯერებული იქნება ეს სივრცე, ეს სფერო და მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მომდევნო წლის 1 აპრილამდე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გვექნება თვითონ სექტორთან ერთობლივად სამუშაო. იმისთვის, რომ 1 აპრილს გაიცათ, როდესაც ამოქმედდება ეს საკანონმდებლო აქტი სრულფასოვნად, აი მომენტისთვის სისტემა აბსოლუტურად გამართული იყოს და შეხვდეს ყველაფერი ამას მომზადებული. ეს არის საკანონმდებლო აქტი, რომლის მეშვეობითაც ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც გულისხმობს სისხლის გადასხმას საზოგადოდ, აი ყველა ეს საკითხი ახლებურად თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით დარეგულირდება. ამ საკანონმდებლო აქტის მიღება და შემდგომ მისი დანერგვა რეალურად ეს არის ერთ-ერთი ის ვალდებულებათაგანი, რომელიც ჩვენ გვეკისრება ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად სერიოზულია განწყობა როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე კერძო სექტორის მხრიდან, ყველა გაგებით ეკიდება ამ ცვლილებებთან დაკავშირებულ სირთულეებს და ბუნებრივია, რომ ყველა საჭირო რესურსი არსებობს აიმისოდ, რომ რეალურად ეს რეფორმაც წარმატებულად წარიმართოს.